იუპიტერი თხის რქებს უკვე სატურნული ენერგია დაკრავთ, ეს არის წარმატების მიღება. აქ ხო გაფართოებაზეა ლაპარაკი და ეს თხის რქა ეს პირიქით არის, ეს არის მოთმინება, ეს არის შინაგანი სტრუქტურის შექმნა, ასეთმა ადამიანებმა წლების განმავლობაში რაღაც უნდა შექმნან თავისი იმიჯი, უმართლებთ მაშინ, როდესაც ნოლიდან იწყებენ, მაგალითად დაიწყო ბანკის პირველი თანაშრომელი და ნელა დირექტორი რო გახდება სიტყვაზე, ხო? ამიტომ ამ იუპიტერზე ამბობენ, ცოტა გვიან აღწევს წარმატებას ესეთი ადამიანი, ზუსტად იმიტომ რომ დრო არის საჭირო, იქ სატურნის ენერგია არის. აქ მანძილი, დრო, გამოცდილება არის საჭირო. და მაშინ იხსნება ამ ადამიანისთვის იუპიტერი ძალიან კარგად უმართლებთ მაგალითად საჯარო სამსახურებში უამრავია დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალებიც კი იუპიტერი თხის რქით არიან. ყველაზე ნეგატიური მისი გამოვლენა ეს არის ყველაფერზე მივდივარ, ემოციებს, ოპტიმიზმს, ყველაფერს სტრუქტურაში ვსვამ, ოღონდ წარმატებას მივახციო, ხო, ოღონდ გავლენიანი ფიგურა ვიყო, იმიტომ რომ თხის რქა ზოგადად არის ორგანიზატორი, მმართველი და ეს არის მთავარი ღირებულება, ეს იუპიტერი ხო ღირებულებათა სისტემა არის, მათთვის მთავარი ღირებულება არის, რომ მე რაღაცას უნდა მართავდე, იმიტომ რომ მართლა გამოსდით ამ სფეროში, ამბიციურობა ვლინდება მმართველობაში, იღბალი ვლინდება მმართველობაში. ზოგჯერ შეიძლება გაფართოება, ხა ქალების შემთხვევაში იყოს ხელმძღვანელი პირები, მამაკაცები, ბევრი იუპიტერი თხის რქა ვიცი, ასევე სულიერ პრაქტიკებში, დისციპლინით, მყარად დგომით, სტრუქტურის შექმნით, სასწავლო, თქვათ, პედაგოგი ადამიანი და სასწავლო პროგრამას ქმნის, ძალიან გამართული, პრაგმატული, პრაქტიკული სტრუქტურა იქნება. თუ ადამიანი ვიღაცების გურუა, როგორც იუპიტერული ენერგია, ეს არის ძალიან პრაქტიკული ადამიანი, პრაქტიკულ რჩევებს რო იძლევიან, მაგალითად, ძალიან პრაქტიკულ შეუძლიათ დააყენონ სხვები ფეხზე კონკრეტული რჩევებით მაგალითად და არა ფილოსოფიით და ოპტიმიზმით და რწმენით, ხო? აი ძალიან კონკრეტული რჩევები შეიძლება იყოს და აქ ძალიან კარგად ვლინდება ეს იუპიტერი. ძირითადად ეს არის მმართველობისკენ მიდრეკილება, ორგანიზატორობა, აი მარტო მე თვითონ ნენელა ავიწყობ ჩემ ცხოვრებას. აი ესეთი იუპიტერი არის. ყველას დაუხმარებლად, მაგალითად, კარგ ვარიანტში, ხო? და რაც უფრო ესეთი ადამიანი არის ემოციურად მყარი და ვისაც იცნობთ იუპიტერ თხის რქებს, ენერგეტიკული ველი აქვს საკმაოდ ესეთი მშვიდი, მყარი, ჩაცმულობაც კი, ჰაბიტუსიც კი ცოტა სოლიდური, სერიოზული აქვს. ეს აი პირდაპირ გამოხატავენ თავიანთ ღირებულებით სისტემას, აი ამ სატურნულ რაღაც ისეთ კლასიკურ